Salmebe ჩვენს მაყურებელს დღეს სამშაბათია შესაბამისად შემოგიერთით საბავშვო რუბრიკით, რომლის ფარგლებშიც მშობლებისთვის აქტუალურ თემაზე ვაპირებთ საუბარს. ფაქტობრივად პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულებულია, მშობლის ფოკუსი ახლა გადავიდა იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ ბავშვები პირველი კლასისთვის. მოგეხსენებათ, პირველი კლასი ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ახალი ეტაპია, რომლისთვისაც მზაობა საჭიროა როგორც შემეცნებითი მიმართულებით, ასევე ფსიქოლოგიური მიმართულებით, ასე რომ ამ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. შემოგვიერთდა უკვე ფსიქოლოგი ქალბატონი ქეთევან ოსიაშვილი, რომელსაც სხვათა შორის ამავე თემაზე ერთ-ერთ სკოლაში მშობლებთან ექნება შეხვედრა, თუმცა ვიდრე მათ გაუზიარებს ამ რჩევა-დარიგებებს, ჯერ ჩვენი მაყურებელი მოისმენს. მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან და მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი დილიდან. მოგესალმებით პირველ რიგში თქვენ მადლობა რომ ასეთ აქტუალურ თემაზე საუბრობთ მომიწვიეთ. კი ბატონო, დავიწყოთ მაშინ პირველი კითხვით. კი ბატონო. და ეს კითხვა არის ვიდრე იმაზე ვისაუბრებთ რომ მშობლებმა რა უნდა გავაკეთოთ რომ ბავშვები მოვამზადოთ, ჯერ მოდით ვისაუბროთ იმაზე რას ნიშნავს მზაობა. რა იგულისხმება ამაში, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ბავშვები რომ ჩვენ ვთქვათ რომ აი სკოლისთვის ბავშვი მზადაა. ანუ პირველ რიგში მინდა გითხრათ, პირველ რიგში მიულოცავ ყველა იმ მშობელს, ვისი შვილებიც წელს პირველად მიუსხდებიან სასკოლო მერხებს. რაც შეეხება მომზადებას ბავშვის, ახლა არ უნდა იწყებოდეს, ახლა შეიძლება პირველი დღისთვის მოვამზადოთ. სასკოლო მზაობა საკმაოდ ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის მომზადება სკოლისთვის. იცით, მზაობას, საერთოდ როდესაც მზაობაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე რამოდენიმე პარამეტრით ფიზიკური, სოციალური, ინტელექტუალური, ემოციური, მაგრამ მოდით ახლა ჩამოთვალოთ ჩვენი უნარები, ჩამოთვლის დონეზე, ფორმალიდან გამომდინარე სიღრმეებში ვერ წავალთ ძალიან, რა უნარები უნდა გქონდეს ბავშვს. ბავშვი იწყებს სრულიად ახალ ცხოვრებას. მის ცხოვრებაში იწყება ეს მნიშვნელოვანი პერიოდია არა მარტო ბავშვისთვის, არამედ მშობლისთვისაც. ხომ არანაკლებ ნერვულობენ ხოლმე მშობლებიც ამ დღესთან დაკავშირებით. პირველი უნარი, რაც აუცილებლად ესაჭიროება ბავშვს, მას უნდა შეეძლოს საკუთარი მოქმედების მიზნის შესატყვისად ორგანიზების უნარი უნდა გქონდეს. ასევე უნდა გქონდეს შესრულებული სამუშაოს შედეგების მიზანთან შედარების უნარი, მარტივი ინსტრუქციების მოსმენის და ამ ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედების უნარი. შეიძლება ვინმე თქვას, რომ ეს უნარები ადრე ხომ არ არის ამასაკის ბავშვისთვის, იმიტომ რომ ზრდასრულ ადამიანს უწევს ამისაკეთ. რა თქმა უნდა, ადრე არ არის, აქ საუბარია ვესი დავალებებთან დაკავშირებულ ორგანიზებაზე. იმისათვის რომ ეს ყველაფერი შეძლოს ბავშვმა, მას ასევე ესაჭიროება იმ ფსიქიკური პროცესების განვითარების გარკვეული დონე, რომელიც სასწავლო პროცესში ჭირდება. პირველ რიგში აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, ყურადღება, უნდა შეეძლოს სივრცით მიმართებებში გარკვევა, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ, უნდა გქონდეს თვითმომსახურების უნარჩვევა, უნდა გქონდეს ელემენტარული ცოდნა საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს შესახებ, შეეძლოს შედარებების გაკეთება, ყურადღების მიქცევა, ყურადღების მიპყრობა, დაკვირვების უნარი უნდა გქონდეს რაღაც გარკვეული მიმართულებით. როგორ შეიძლება ახლა ალბათ ხომ ამის გაკეთება? ჩვენ ვიცით, რომ სკოლამდელ პერიოდში ქცევის წამყვანი ფორმა თამაშია. ძირითადად თამაშის პროცესში ვითარდება ბავშვი. სასკოლო პერიოდიდან უკვე სწავლა ხდება ქცევის წამყვანი ფორმა და იმისათვის რომ განვითარდეს, ის უნდა ჩაერთოს ამ სასწავლო პროცესში. მაგრამ რადგანაც ჯერ ბავშვისთვის უცხოა სკოლა და სასკოლო გარემო, ჩვენ ისევ თამაშის პროცესში უნდა ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. ამიტომ გითხარით, რომ განვითარება საკმაოდ ადრეული ეტაპიდან იწყება, მეთქი და თამაშია სწორედ ის საქმიანობა, რაშიც შეიძლება ხელი შეუწყოთ ბავშვის განვითარებას. ელემენტარულს გეტყვით, მოგეხსენებათ, რომ ამ ასაკის ბავშვის აღქმა მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას. თუ ჩვენ აღქმის ხატი, თუ ჩვენ ეს პროცესი წინ არ წავიყვანეთ ცოტა, მაშინ შეიძლება წერა-კითხვის პროცესში გარკვეული სირთულეები შეექმნას ბავშვის მთლიანობაში აღიქვამს ცალკეულ ასოებს თუნდაც და ამიტომ ერევა ხოლმე მსგავსი ასოები ერთმანეთში. ნახეთ, გვრჩება 3 თვე ფაქტობრივად სწავლის დაწყებამდე, ხო? აი ახლა, აი ამ 3 თვის განმავლობაში რა რეკომენდაციებს მისცემთ მშობლებს? ხშირ შემთხვევაში იწყებენ ხოლმე ბავშვს ასწავლიან წერას, კითხვას, რამდენად არის რეკომენდებული აი ეს რომ წინასწარ ბავშვი მზად იყოს აი ამ ყველაფრისთვის, რაც სკოლაში უნდა გაიაროს და საერთოდ რა შეიძლება გააკეთონ ამ 3 თვის განმავლობაში? იცით რა არის, პირველ რიგში 3 თვე ცოტა
არ არის 3 წლის ბავშვისთვის. 5-დან 6 წლამდე ბავშვი ისეთი ტემპებით ვითარდება, შეიძლება მშობლებმა დააფიქსირონ, რომ აი ყოველ კვირა რაღაცა ცვლილებებს განიცდის, ხო? და ძირითადი რაც შეიძლება გააკეთონ, რაც შეიძლება მეტი მეტყოლებითი ურთიერთობა ბავშვთან. დღეს ყველაზე სერიოზული პრობლემა გვაქვს მეტყოლების განვითარებაში. ბავშვებს აქვს წირი ლექსიკური მარაგი, უჭირთ საკუთარი აზრების მეტყოლებით გადამოცემა. მიზეზი ალბათ ყველამ ვიცით, ხომ, რაც არის ზედმეტი მიჯაჭვულობა ტექნიკასთან, გაჯეტებთან, მაგრამ რა საკვირველია სერიოზულად აზიანებს ბავშვის განვითარებას და მით უმეტეს აი ამ კუთხით სოციალურ განვითარებას და მეტყოლების განვითარებას. ამდენად თუ გვინდა რომ ბავშვი განვითარდეს, რაც შეიძლება ხშირი მეტყოლებითი ურთიერთობა მასთან, მუდმივი, ამას არჩი მე მესმის რომ დღეს უფროსები დაკავებული ვართ, ყველა უჩივის ამას რომ დრო არ მაქვს, რომ მაგრამ შეიძლება ნებისმიერ საბავშვო ბაღიდან გაგვყავს ბავშვი, ხო? გზაზე შეიძლება ველაპარაკოთ. აი მოვაყოლოთ რა ხდებოდა სკოლაში. შეიძლება აი თუნდაც ყურადღების განვითარებაზე ვიმუშაოთ. აი ნახეთ ორი მანქანა დგას, რითი გავს ეს ორი მანქანა ერთმანეთს? ან პარკში ვსეირნობთ, ნახეთ, აი ეს ხეები რითი გავს და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? ეს უკვე ავითარებს ხო ბავშვის ყურადღებას. ელემენტარული რაღაცები შეიძლება კითხების დასმა, ხო? და რაც შეიძლება მეტი ასეთ რატომ, შენ როგორ ფიქრობ, ეს ანალიტიკური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს და უფრო მეტი ხელისშემწყობი ხდება ბავშვის განვითარებისთვის, ვიდრე აი მე ვიცი რომ ბევრი ბავშვი საკმაოდ დიდი რაოდენობით ინფორმაციას შეუძლია დამახსოვრება, მაგრამ ნებისმიერი მეხსიერების განვითარებაზე უნდა ვიმუშაოთ. მარტო ის კი არ დაიმახსოვროს, რაც მას მოწონს და უნდა ის, რაც საჭირო არის იმ დამახსოვრებაც და აი ეს ნებისმიერი მეხსიერების განვითარებაც მნიშვნელოვანი პირობა იქნება ბავშვის სკოლისთვის მომზადებაში. მათემატიკური აზროვნების უნარი, როგორც მაგალითად უფრო დიდი, უფრო პატარა რომელია, ტოლი რომელია, აი ესეც შეიძლება და რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, კითხვა წერა-კითხვაზე იყო საუბარი კი. წერა-კითხვა ვასწავლოთ თუ არა, ხო? ეს იქნება, ვფიქრობ, სერიოზული შეცდომა მშობლის მხრიდან, თუნდაც იმიტომ, რომ ბავშვი შეიძლება ინტერესი აღარ ქონდეს მერე გაკვეთილ ზეჯდომის, როგორ ფიქრობთ ახლა ბავშვი თავისუფლად კითხულობდეს ვრცელ ტექსტებს და მისთვის საინტერესო იქნება იმ გაკვეთილ ზეჯდომა, სადაც ერთ ასოს ასწავლის მასწავლებელი. შეიძლება სხვათა შორის იყო ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთმა მშობელმა თქვა, რომ ზაფხულის პერიოდში პედაგოგი მყავდა დაქირავებული და ჩემს შვილს წერა-კითხვა და მათემატიკა ვასწავლეოდა. ვიცით, მე პირდაპირ ვთქვი, რომ თქვენი შვილისთვის სწავლა და სკოლა შეგიძლებიათ მანამდე, სანამ სკოლაში ყოველ ასაკობრივ ეტაპზე გარკვეული შედეგები გვაქვს მისაღწევი. სკოლამდელ პერიოდში წერა-კითხვის სწავლება არ არის ის შედეგი, რაზეც უნდა გავდიოდეთ. ხშირია ხოლმე შემთხვევა, როდესაც მშობელი ამბობს, მე არ მისწავლებია, მაგრამ თვითონ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბავშვს ვერ აუგზავნებთ, ვერ ჩავახშობთ მის ინტერესს, მაგრამ ამას არ უნდა ქონდეს საგაკვეთილო პროცესის სახე. აი, ერთს ქონდა ასეთი მათემატიკოსი ვარო მე თვითონო და რო შევატყვე ბავშვს, რომ მათემატიკური უნარები ქონდა, მათემატიკის გაკვეთილების ჩატარება დავიწყო და წამოხდა ბავშვი და გამექცა არ მინდა საგაკვეთილო პროცესის სახე არ უნდა მიეცეს ამას. თამაშით ნებისმიერი ქმედება უნდა ორიენტირებული იყოს თამაშზე და თამაშზე და ურთიერთობაზე. კაცობრიობას ამაზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუგონია, ვიდრე ბავშვთან ურთიერთობა მისი განვითარების მიზნით. კალდონკეთევან ემოციური მხარე არ უნდა გამოგრჩეს არავითარ შემთხვევაში ფსიქოლოგიური მზაობა, რადგან ეს არის ახალი ეტაპი უკვე ვახსენეთ, მაინც ახალი გარემო, ალბათ იმ ბავშვებს უფრო გაუმარტივდებათ ეს პროცესი, ვინც ბაღში დადიოდა, ვინც ფრესკულში დადიოდა, მაგრამ აი იმ ბავშვების მშობლებს რა შეიძლება უთხრათ, რომლებსაც ბაღში არ უვლიათ არც ფრესკულში და აი ახლა ეს იქნება სრულიად განსხვავებული ნაბიჯი ამ ბავშვებისთვის, ვინც მიდიან პირველ კლასში. ბაღი ეხმარება პირველ რიგში სოციალური უნარების განვითარებაში, თუმცა მშობელს შეუძლია აი მეგობრის შვილებთან ერთად რაღაცა მით უმეტეს ზაფხულში მშვენიერი ამინდებია შეუძლიათ რაღაცა გასვლები მოაწყონ, ბავშვს ურთიერთობის საშუალება ქონდეს თანატოლებთან, მაგრამ როგორც არ უნდა ვიზრუნოთ ამაზეც პირველი დღე სკოლის ეთნობა მაინც გარკვეულ მღელვარებასთან არის ბავშვისთვის დაკავშირებული და ამაში არაფერია გასაკვირი, იმიტომ რომ სკოლამდელ პერიოდში მისთვის სამყარო იყო პატარებისთვის საერთოდ. სამყარო არის ძალიან პატარა. საბავშვო ბაღში ყველაფერი რაღაც მინიატურულ ფორმებში, სამყარო ოჯახში ძალიან და უცებ ფართოვდება. მიდის პირველ დღეს სკოლაში, უზარმაზარი შენობის წინ დგება, ამდენი ადამიანი ირევა, მერე შეყავთ შენობაში, ტოვებენ დედის გარეშე და ეს
კლასში სიწოს, რა შეიძლება გავაკეთოთ? პირველ რიგში მშობელს უნდა ქონდეს სიმშვიდე შენარჩუნებული. თუ მშობელი ღელავს და ნერვიულობს, ეს აუცილებლად გადაეცემა ბავშვს. გარდა ამისა, ბავშვისთვის პირველი დღე არ უნდა იყოს უცხო გარემოში შესვლის. სასურველია რომ ბავშვს ვაჩვენოთ ის სკოლა, მივიყვანოთ, დავათვალიერებინოთ, რომ თლათ უცხო გარემოში არ მოხდეს პირველ დღეს და ვიცით, თამაშისგან განსხვავებით სწავლა მაინც ბევრად უფრო რთული პროცესი, ბევრ ძალისხმევას მოითხოვს ბავშვისგან და არ არის სასურველი პირველ დღეს, მით უმეტეს თუ გახანგრძლივებული რეჟიმი აქვს სკოლას, პირველ დღეს დილიდან საღამომდე ბავშვის დატოვება აი ამ უცხო გარემოში. ალბათ სასურველია რომ ეს თანდათან მოხდეს და ერთბაშად არ დაატყდეს ბავშვს თავზე ამდენი უცხო ფაქტორი. კი ბატონო. და აი დასასრულისკენ საწყის ეტაპზე, აი ვთქვათ პირველი ერთი თვის განმავლობაში, სექტემბრის თვის ბოლომდე მაგალითად, რა შეიძლება ველოდეთ მშობლები ბავშვებისგან? რა რეაქციები შეიძლება იყოს და აი ჩვენ ჩართულობა სად შეიძლება იყოს საჭირო? ბავშვის სკოლაში შეყვანა არ ნიშნავს რომ ის უკვე მოსწავლეა. დრო გჭირდება, დროა საჭირო იმისათვის, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს მოსწავლედ და მას უწევს ადაპტაცია, რაღაც შეგუების პერიოდის გავლა. ეს შეგუების პერიოდი ყველა ბავშვისთვის ერთნაირი არ არის, ყველას თავისი გზა აქვს, ინდივიდუალური გზა გასავლელი. ზოგი არიან, ისე საერთოდ ითვლება, რომ 2-3 კვირი და ნახევარწლამდე გრძელდება. შეიძლება ზოგმა უფრო ადრე დაასრულოს, ზოგს უფრო გაუგზავდეს. ეს ის თემაა, რომელსაც ცალკე გადაცემა შეიძლება მიუძღვნათ სკოლასთან ადაპტაციას, თუმცა რადგანაც ეს პირდაპირ კავშირშიც არის სკოლისათვის მზაობაზე და ცნობილია, რომ ადაპტაციის პერიოდს ბევრად უფრო მარტივად გადის ბავშვი, თუ მას აქვს კარგი სასკოლო მზაობა. და უკვე იცი სკოლაში რომ მოდის, უნდა ერკვეოდეს ბავშვი რითი განსხვავდება ბაღი და სკოლა ერთმანეთისგან, რითი განსხვავდება, რა მოთხოვნები ექნება მას, რისი გაკეთება მოუწევს მას სკოლაში, ასე რომ აი მაშინ თუ ყველაფერში წინასწარ იქნება გარკვეული, შედარებით უფრო გავადობ და რასაკვირველია მზაობა უნდა ქონდეს კარგი. ერთ-ერთი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. კი ბატონო. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს მაყურებელს, მშობლებს, რომლებიც ახლა გვიყურებენ, ეს რჩევა არ დასჭირდებათ, მაგრამ მაინც თუ ბავშვი მოდის სკოლიდან და გვეუბნება, რომ მე სკოლაში აღარ წავალ, აღარ მინდა. რა ხდება ამ დროს? უმიზეზოდ არაფერი არ ხდება. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ზოგი თავიდანვე უარს ამბობს სკოლაში. ხომ არიან ასეთები? პირველ დღესვე ტირის არ შედის სკოლაში. ზოგი პირველ დღეს სიხარულით მიდის, მეორე დღეს აღარ მიდის. ყოველი ცალკეული შემთხვევა ალბათ ცალკე უნდა იყოს განხილული. სავარაუდო მიზეზები რა შეიძლება იყოს? მოვიძიოთ მიზეზები ესე იგი პირველ რიგში. რასაკვირველია პრობლემის მოგვარება მიზეზების გარკვევით უნდა დავიწყოთ. ხო, ჯერ უნდა ვიცოდეთ რა იწევს ამას და მე სასურველია მშობელი და აი თუ მეორე მესამე უფროსებიც თუ ყავშვილები, უბრალოდ ყური დაუგდოს მათ საუბარს პატარასთან. არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც უფროსი მეცადინეობს თავჩარგულია წიგნებში, ის პატარა თამაშობს თავისთვის და ეს ნიშნის მოგებით ეუბნება, აი წახვალ სკოლაში და ნახავ თუ შენც არ მოგიწევს, მერეც ასე ითამაშებ. შეიძლება ეს წინასწარ ქონდეს უკვე ეს მზაობა, რომ აი სკოლა მისთვის რაღაც თავისუფლების შეზღუდვასთან იქნება დაკავშირებული. შეიძლება მოლოდინები არ გაუმართლდა, სულ სხვა რაღაცას ელოდა სკოლაში და მივიდა და ამიტომ არის საჭირო, რომ ჩვენ წინასწარ შევუქმნათ სწორი მოლოდინები. სხვა რამეს ელოდა და სხვა რაღაც დახვდა იქ. შეიძლება იცით კიდევ იყოს გამოწვევის მიზეზი. ნებისმიერი ბავშვი, მით უმეტეს თუ ის დედის ერთა, არის სამყაროს ცენტრი, ხო? ხუთიც რო ყავდეს მაინც შვილი სამყაროს ცენტრია მშობლისთვის და ოჯახის ყველა წევრის ყურადღება მისთვის არის, საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. მიდის სკოლაში და იქ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი გახდა და არა ერთადერთი. ხო, ერთადერთი აღარ არის. ყველა ასე თავზე არ დასტრიალებს, ყველა რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ ყურადღებას არ მოაკლებენ არც იქ, მაგრამ ის აღარ არის ერთადერთი იმ გარემოში, სადაც იმყოფება და შეიძლება ეს არ მოეწონოს უბრალოდ. კი, რა თქმა უნდა მოუწევს ყოველ შემთხვევაში რაც უფრო ადრე ვიფიქრებთ ყველა იმ სირთულეზე, რამ შეიძლება
გამოიწვიოს შემდეგ პრობლემები, საერთოდ ცნობილია, რომ ბევრად უფრო ადვილია პრობლემის თავიდან აცილება, ვიდრე დაფიქსირებული პრობლემის გამოსწორებაზე ზრუნვა. კორექცია საკმაოდ რთული პროცესია. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ საბავშვო რუბრიკის ფარგლებში ჩვენ საუბრობდით იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ ბავშვები პირველი კლასისთვის. ჩვენი სტუმარი კი ფსიქოლოგი ხამუდონი ქეთევა ნოსიაშვილი იყო. გემშვიდობებით და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა ლანა, ძალიან დიდი მადლობა შენ სტუმარსაც, რა თქმა უნდა, საინტერესო რჩევებისთვის.